ტვინში ჩამონტაჟებული ჩიპები, ის რაც წლების წინ სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწილად ითვლებოდა, დღეს უკვე რეალურ ტექნოლოგიად იქცა. ილონ მასკის კომპანია Neuralink მედიცინის ახალ ეპოქაზე საუბრობს. ადამიანი, რომელიც კომპიუტერს ხელის, მოძრაობის, ხმის ან შეხების გარეშე მართავს. ეს სცენა აქამდე მხოლოდ ფილმებში გვინახავს. ახლა კი ტექნოლოგია რეალურ პაციენტებზე მუშაობს და თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მიმართულებად მიიჩნევა. ტვინში მოთავსებული მიკროჩიპები ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მხოლოდ ფიქრის საშუალებით აკონტროლონ ციფრული მოწყობილობები, აკრიფონ ტექსტი, გამოიყენონ ინტერნეტი, ითამაშონ ვიდეო თამაშები და ნაწილობრივ დაიბრუნონ ის შესაძლებლობები, რომლებიც მძიმე ტრავმებისა და დაავადებების შემდეგ დაკარგეს. სანდრო სანაიას რეპორტაჟი. ეს ნოლანდ არბოა, უკვე რამდენიმე წელია, რაც მხრებს ქვემოთ სრულად პარალიზებულია. დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. თუმცა აქვს ერთი განსაკუთრებული უნარი. მას შეუძლია გონებით მართოს კომპიუტერის კურსორი, გახსნას ნებისმიერი პროგრამა, აკრიფოს ტექსტი, გამოიყენოს ინტერნეტი და ითამაშოს კომპიუტერული თამაშები. ეს არ არის ტელეპათიური ნიჭი. ეს შესაძლებლობა მას მეცნიერებისგან ერგო. 2024 წელს ის გახდა მსოფლიოში პირველი პაციენტი, ვისაც ტვინში ჩიპი ჩაუდგეს. ამაზე ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა იზრუნა. ის, რაც ადრე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში გვინახავს. ახლა უკვე რეალობაა და ადამიანების ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. Noland now joins that small group as Neuralink's first patient. I was just very happy that I would be მიხარია, რომ პირველი ადამიანები ვიყავი, ვისაც ტვინში ჩიპის იმპლანტის ჩადგმის შესაძლებლობა მიეცა. ვიცი, რომ ძალიან დიდი მეცნიერული მიღწევის ნაწილი ვარ, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია, ეს იმპლანტი მათ ცხოვრებას რადიკალურად ცვლის. თუმცა ნოლანდ არბო არ არის ერთადერთი, ვინც ციფრულ ტექნიკას გონებით მართავს. კომპანიას უკვე 12 პაციენტი ჰყავს, რომლებიც ტვინის ჩიპის საშუალებით ციფრულ მოწყობილობებს იყენებენ. წლის ბოლომდე კი მათი რიცხვი 21-მდე გაიზრდება. როგორ ხდება ჩიპის ტვინში მოთავსება? 23 მმ-ის დიამეტრისა და 8 მმ-ის სისქის იმპლანტი გონებას კომპიუტერთან ფიქრით აკავშირებს. ოპერაციას რობოტი ატარებს, ვინაიდან ელექტროდები იმდენად ხელია, რომ მათი ზუსტად მოთავსება ადამიანის ხელით პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩიპი აფიქსირებს და აღიქვამს ტვინის ნერვულ აქტივობას, კითხულობს ნეირონების მიერ გაგზავნილ სიგნალებს და მათ ციფრულ ბრძანებად გარდაქმნის. Neuralink-ის შემთხვევაში ჩიპი ტვინის იმ ნაწილში თავსდება, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიას სინქრონმა კი დანერგა ნაკლებად ინვაზიური მეთოდი, რომლის დროსაც ჩიპი ტვინში ღია ოპერაციის გარეშე სისხლძარღვების გავლით სტენტის სახით იდგმება. იმპლანტების გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე ინსულტის, ზურგის ტვინის დაზიანებისა და ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის. what we've accomplished with რასაც მივაღწიეთ, ეს მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია. მომავალში გაცილებით მეტი აღმოჩენა გველოდება. საცდელი პერიოდი გვაძლევს საშუალებას ჩვენს პაციენტებს ახალი იმედი ჩავუსახოთ. ვცდილობთ მათ ცხოვრება გავუმარტივოთ, ჩვენ კი გვაქვს შანსი უკეთ შევისწავლოთ ადამიანის გონების უსაზღვრო შესაძლებლობები. თუმცა რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგია, მით უფრო მეტი კითხვა ჩნდება. მაგალითად, ექნება თუ არა მომავალში ამ ჩიპებს მხოლოდ სამედიცინო დანიშნულება. ტვინის იმპლანტაციის გრძელვადიანი შედეგები ბოლომდე შესწავლილი არ არის. დღემდე არ არსებობს სრული სამედიცინო კონსენსუსი, თუ რამდენად უსაფრთხოა ტვინში მსგავსი ჩიპების ხანგრძლივად არსებობა. გაურკვეველია, როგორ იმუშავებს სისტემა ადამიანის ორგანიზმში მრავალი წლის განმავლობაში და რამდენად სტაბილურად შეძლებს ტვინის სიგნალების წაკითხვას წლების შემდეგაც. დამატებით კითხვებს აჩენს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხიც. მანამდე კი ფაქტია, რომ ტვინის ჩიპები მედიცინის ახალ ეტაპს ქმნის. ეტაპს, სადაც ადამიანი ტექნოლოგიებს უკვე შეხების გარეშე აკონტროლებს. მომავალი უკვე აქ არის.